და საკუთრებული მადლობა გადავხადო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, როცა გადაივალოს და ძალიან მოკლედ გითხრათ აკვირეული საქართველოს 2010 წლიდან კუთხით ძალიან ბევრია ესეთი პროექტები, რომელზეც შეიძლება გამოტანებო და ბატონებო, პატივსაცემლის მომღებო, მადლობა მინდა გადავხადო ამ შეხვედრის ორგანიზატორებს, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის ენერგო ეფექტურობა. მე როგორც გარდის ხელმძღვანელი ენერგეტიკის მინისტრი, მინდა მოგახსენოთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ თლიანად მთავრობა აქტიურად მუშაობთ, რომ ქვეყანაში ენერგეტიკა განვითარდეს, წინ წავიდეს და ამ მიმართულების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი, მთავარი მიმართულება არის, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად ჩვენი ქვეყანა ენერგეტიკულად, კონკრეტულად ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ ამის ძალიან დიდი შესაძლებლობები გაგვაჩნია. დღის მდგომარეობით ჩვენ სამწუხაროდ ჩვენი რესურსების 20% გვაქვს აფიქსებული. თუმცა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი არის დაგეგმილი სამომავლოდ და მე დარწმუნებული ვარ, მომავალი წლების განმავლობაში ჩვენ მოვახერხებთ და შევძლებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით არ იყოს დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე. მეტიც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავხდეთ ელექტროენერგიის თვალსაზრისით ექსპორტიორი ქვეყანა. გარდა ამისა, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით მიდის აღშენებლობის პროცესი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ეს არის ძირითადად ახალი ჰიდროელექტროსადგურები, ეს არის ქარის სადგურების, ფათაშორის ქარის სადგური პირველი პროექტი, რომელიც განხორციელდება საქართველოში. სექტემბრის ბოლოს ამ პროექტის განხორციელება და ექსპლუატაციაში შესვლა იქნება დასრულებული. ეს იქნება პირველი პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელდა 20 მეგავატის სიმძლავრის გორთან ახლოს. ამავდროულად ჩვენ ვდეგმოთ დამატებით 150 მეგავატის სიმძლავრის ქარის სადგურების პროექტის განხორციელებას და ასევე პირველად საქართველოში დავიწყეთ კვლევა მუშაობა მზის ენერგიასთან მიმართებაში. ვაპირებთ 5 მეგავატიანი სადგურის პროექტის განხორციელებას გარდაბანში. უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება უკვე გაზუსტებული კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია და ამის შემდეგ უკვე იქნება მიღებული გადაწყვეტილება ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. გარდა ამ პროექტებისა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მოვაწესრიგოთ და აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და პროექტები ხორციელდება. ეს არის ქსელის მოწესრიგება, ეს არის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან დამოკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზები, ქვესადგურები, მათი მშენებლობა, რეაბილიტაცია და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ 2012 წელს, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, განაცხადი გავაკეთეთ ოფიციალურად ევროპულ ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით სექტემბერში უკვე გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ჩვენ გავხდებით ევროპულ ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყანა და შესაბამისად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება მოგვიწევს. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით რა თქმა უნდა ძალიან დიდი შედეგები იქნა მიღწეული, თუმცა სამუშაო კიდევ უფრო ბევრი გვაქვს, ბევრი გვექნება გასაკეთებელი და ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ენერგოეფექტურობა. რისთვისაც დღეს ჩვენ ვართ ყველანი შეკრებილები, ენერგეტიკის სამინისტრო მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს ამ მიმართულებას, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები, აქტიურად მუშაობთ. ვფიქრობთ, რომ 2017 წლიდან საკანონმდებლო დონეზეც კი გვინდა ავიყვანოთ ეს საკითხი და ვთვლით, რომ პირველ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მაგალითად სახელმწიფო დაწესებულებების გადაყვანა, რომ მოხდეს ცვლილებები მაგალითად არსებული ნატურებისა, რომელიც უნდა იქნეს ჩანაცვლებული ახალი თანამედროვე LED განათებებისა. ეს მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ პირველი ელექტროენერგიაზე დაბალი გადასახადები და ასევე LED ნატურებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს მუშაობის ვიდრე ძველ არსებულ ნატურებს და შესაბამისად ეს თანმიმდევრულად ეტაპობრივად უნდა იქნეს ახსნილი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მოსახლეობისთვის, რომ ეტაპობრივად მოხდეს ჩანაცვლება და გადასვლა ახალ LED განათებებზე. ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, პირველ რიგში დაეთხოვა მათ ჯიბეს, რადგან მოუწევთ ნაკლები გადასახადების გადახდა და შესაბამისად ახალი LED განათებების ასე ვთქვათ ხანგრძლივობა მუშაობის გაცილებით მეტია და უფრო ეფექტურია ვიდრე არსებული ეს ვარვარული ძველი ნატურები.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სამშენებლო მიმართულებით ენერგოეფექტურობას მიეცეს ძალიან დიდი ყურადღება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტის მიმართულებით, რადგან გარემოს დაცვით მიმართულებებზე ალბათ მეკა უფრო ღმრთ ისაუბრებთ და მოგახსენებთ. ამ მიმართულებითაც ჩვენ ყურადღება გვაქვს მისაქცევი, რადგან დაბინძურებული გარემო ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდია თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის, ამიტომ ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრი გვექნება სამუშაო და დასაკეთებელი. მე მინდა მივესალმო იმ პროექტებს, რომელიც თბილისის მერიას აქვს დამოწყებული. ეს არის მაგალითად ქალაქის გარე განათებების ჩანაცვლება ახალი ლედ განათებებით. თბილისის მერია აქტიურად მუშაობს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან, წერება სამოქმედო გეგმა, უახლოეს მომავალში გამოცხადებული იქნება ტენდერი და ვფიქრობ, რომ ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დავზოგოთ ის გადასახადები, რომელსაც დღეს ყოველთვიურად ვიხდით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტის მიმართულებით ის პროექტი, რომელიც მერიამ წამოიწყო, მოხდება ახალი ავტობუსების შემოყვანა, რომელთაც ისარგებლეს დედაქალაქის მოსახლეობა. ეს ავტობუსები ძირითადად იქნება ბუნებრივ აირზე და გარემოს დაბინძურების კუთხითაც, რა თქმა უნდა, ეს გარკვეული შვება იქნება და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოგახსენოთ მოწვევისთვის, კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნოთ ჩემი თანადგომა ენერგოეფექტურობის პროექტის და მიმართულების მიმართ. ჩვენ ენერგეტიკის სამინისტრო ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაძლიეროთ მუშაობა და კონკრეტული ნაბიჯები იქნეს გადადგმული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა გითხრათ, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს ელექტრომობილეთთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მივცეთ იმის შესაძლებლობა და შანსი, რომ მაგალითად ელექტრომობილები ჩამოიყვანონ. ამისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურის შექმნა, რომ შესაძლებელი იყოს ამ მანქანებით სარგებლობა და პრობლემა არ შეექმნათ გადაადგილებისთვის, რაც ამაზე აქტიურად მუშაობთ და უახლოეს მომავალში კონკრეტული გეგმა, კონკრეტული პროექტი იქნება წარმოდგენილი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, მინდა ვისურვოთ წარმატებები თითოეულ თქვენთან და თითოეულ განსაზღვრებას, სწორედ წარმატებას. მადლობა.